მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ეს სპეციალური ეპიზოდი არის ქართული YouTube-ის მაფიის, სადაც თბილისის თასი 2026 წლის საუკეთესო მაფიოზები მიიღებენ მონაწილეობას ჩვენი გამომწერების თქვენი ეპიზოდი არის. როგორ ხარ? UFC-ს გამომწერებლები რო არიან. ძალიან ენერგიული. ძალიან ეპიკური იყო. თელი დღე ამისთვის ინახავდა ენერგიას. დედას გებს 4 საათია ჩუმაძის და აი როგორც კი გითხეს რომ დაიწყო გადაღება, ეგრევე ძალიან გახარებული ვარ დღეს, იმიტომ რომ ჩატარდა საკმაოდ დიდი ტურნირი თბილისის თასი, რომლის პირველი ეპიზოდი უკვე ნახა ხალხმა 2026 წლის იანვარში, ანუ ეს 2025 წლის ეპიზოდი იყო და ახლა უკვე 2026 წლის ზაფხულის სეზონი ჩატარდა, რომელშიც გადავედით მოკლემკლავ 24 MVP აირჩა, უმაგრესი თამაშები იყო, წარმოიდგინეთ და შემდეგ ორ ნაწილად გაიყო და 6-6 MVP ფინალისტები მოხვდნენ ფინალში, სადაც თქვენ იხილავს და უღრმესი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩაერთო ამ ტურნირებში, ან უნდოდა და ვერ ჩაერთო, ძალიან ბევრი კარგი მოთამაშე იყო, რომელსაც შანსი არ მიეცა რომ ფინალში გასულიყო, იმიტომ რომ რაღაცა მაინც ეს თამაშია და გამართლება არის რა. და ყველას ვერ გაუმართ. ვენაცვალე შენ წარმოთქმულს გიორგი გეთახვები ამ ყველაფერში. მე მგონია რომ ძალიან, ანუ ეხლა კი კარგად არიცის, არეცალა ამ დროს, მაგრამ მე მგონია რომ ძალიან დაძაბული თამაშები იყო რა. ანუ აი მესამე ერთ-ერთი შესარჩევის ბოლო თამაშში ისე იყო რომ პირველ ადგილოსანს ჰქონდა 30 ქულა და ბოლო ადგილოსანს ჰქონდა 22 ქულა რა, ანუ რაღაც ეგეთი. ანუ All-Stars ფორმატში მიმდინარეობდა ნახევარფინალები. თავიდან MVP უნდა გამხდარიყავი ნებისმიერ თამაში და ნახევარფინალში გადახვიდოდი, სადაც 24 საუკეთესო მოთამაშე იღებდა მონაწილეობას. ძალიან ახლო ქულები იყო და აჭრატუნებთ ვიღაცა. და აი ეს სიცილები რო ჩასვათ რა, ვისაც გეცნობა. ყველა გადაცემაში რატო ისმის ეს სიცილი არ ვიცი. ეხლა აი შუბლზე გვადებს იარაღი და ისე ვლაპარაკობთ მონაწილეებზე, იმიტომ რომ ყველა იქიდან გვიყურებს და აბა ერთი სიტყვა არ ფავორიტი თუ ყავს ლენკა. მე 12-ვე ჩემი ფავორიტი არის, ვერც ერთს ვერ ავარჩევ, იქიდან ვხედავ როგორ მემუქრებიან ბოთლები და ცივი იარაღებით, ამიტომ 12-ვე თანაბრად მიყვარს და 12-ვე ჩემი საყვარელი წიწილა არის და ყველას უსურვებ წარმატებას. ვინც არ უნდა მოიგოს ეს თამაში დღეს და როგორც არ უნდა დასრულდეს, მე ვიამაყებ მოგებული ჯგუფით. და მაყურებელს მინდა მივმართვა, რომ აი ძალიან დიდი თხოვნა მექნება, რომ თქვენ გაამხნეოთ ეს მოთამაშეები და ეპიზოდი როდესაც დაიდება, სანამ დაიდება და რო დაიდება, მერეც უამრავი კომენტარი დაწეროთ, რომ ეს ძალიან მაგრად აისახება მონაწილეებზე და ჩათვალეთ, რომ აი თქვენი სახით ეს ხალხი მონაწილეობს YouTube-ში, ხო, ყოველთვის გინდოდათ რომ გამომწერებს მიიღოთ მონაწილეობა, კი, მონაწილეობდით კიდეც, აქამდეც გაგვიკეთებია, მაგრამ ეხა უფრო მეტად რომ მასშტაბური გავხადოთ, თქვენი თანადგომა არის აუცილებელი, ასე რომ ეს ვიდეოც უნდა გააზიაროთ და რა თქმა უნდა ეპიზოდიც თბილისის თასის ფინალიც. მე ვიტყობ ძალიან დიდი იმედს, რომ ეს არის უბრალოდ ძალიან პატარა დასაწყისი გამომწერების ტურნირების და მომავალში უფრო დიდ სახეს და უფრო ბევრ დიდ მასშტაბს მიიღებს და იქნება არა მხოლოდ ეპიზოდი, არამედ სეზონი შეიძლება რომ აი იქნება გამოგვივიდეთ და იმიტომ რომ ძალიან მაგარი არის, როცა ხალხის გამგზნობს, როგორ უყვართ მაფია, როგორ კარგად თამაშობენ, როგორ სწავლობენ დღიდან დღემდე უფრო და უფრო კარგად თამაშდა. ოზი გაიჩნდა. არ ვიცი, წეგან დავერორდი რა შუაში არის, არ ვიცი. ჩვენი გამომწერი. დანებებული ოზი მოვიჯო. დანებებული ხუთი საიდან დასპაუნდი? შეკიდე შოგული ხარ და რატო დასპაუნდი ესე? რავი. მიდი გაიხსენი ბარემ. აი მეტი. ფოლებით ადექი ახლა. ეხლა გავაფოლებით ბარემ. იქ წავით დაშეკი ჯექი და გამოდი. ხო და ვიღაცები, ვინც ამ ეხა არიან ფინალში, წინადანაც უნდა გეცნოთ წესით და რიგით რა, იმიტომ რომ ბევრი არის ისე. ხუთი ახალი სახეა. ხუთი ახალი სახეა რა. რაც მე ძალიან მახარებს, თქვენ ეს ფაქტორი აქვს, რომ აი მაინც მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, რომ ძალიან კარგი მოთამაშეები არიან, ეხლა რომ კამერების წინ უწევთ თამაში, ცოტა ცვლის ხო ამ რაღაცებს. მე ვფიქრობ, რომ კამერები ადამიანის თამაშის ხარისხს რაღაც აგდებს რა, იმიტომ რომ ნერვიულობები განათებები გიყურებს, ყველა კამერა აი 5 კამერა არის, უნდა ჩახედო თვალებში, საშინელი შეჭრება არის, როცა დამწყები. ერთის როლი დაშვების მე მეშინია. ერთი შესაძლებლობა გაქვს, ეგ არის. ბიჭო, აი რამდენ გადაცემაში ვარ ნამყოფ. მე თვითონაც აი ხა რომ დამსვავ ნერვიულობ რა, იმიტომ რომ მეშინია შესაძლებლობის დაშვების. იმიტომ რომ ვიცი რომ არ მინდა რომ ეგ ვნახო. ბოლოთაზე ვისაუბროთ. ვაუ,
ვახო ყოფილა ვახო არის მოიცა ერთი წამი ანუ მე უნდა ვთქვა რა ცოლი მოიყვანა კაც დაიმსგავს ეხლა მე უნდა ვთქვა ესეთი რაღაც რომ ანუ აი რამხელა დაფასება არის რომ იუთუბერები გვერდით უდგანან ამ პროექტს რომ იღებენ მონაწილეობას ადამიანი ჩაერთო პირველივე ეტაპიდან არანაირი ნაცნობობით და არანაირი ხელშეწყობით და ჩაწყობით რა ნაცნობი არჩევებში მიიღო მონაწილეობა მე ტურნირში მიიღო მონაწილეობა ქულებით და გავიდა ფინალში ხო არ გადავა ძალიან დიდი მხარდაჭერა არის ყოველ მის ინტერვიუებში ყოველ მის სხვა გადაცემებში სტუმრობაში სულ იგრძნობა გული გაგიგზავნა სულ ეს აკეთებს საკაჩერტი მაჯა ეს აი ვინც ამოჭრას აი ეს გამომწერების ეპიზოდში რომ იუთუბერი ზის არის ჩემი აზრით ძალიან მაგარი მიღწევა რა ჩვენი გამომწერია ვახო აბა ჩვენ ნომერ პირველი ფანი ასეთი მხარდაჭერა არის პირველი და მიბაძავენ დარწმუნებულობა სხვა იუთუბერებს 5000 ლარი არის საპრიზო რომელსაც გამარჯვებული გუნდი გაინაწილებს ვითამაშებ უნივერსიტეტში ვათამაში მოიგე სიცილიაზე იყო 10000 ლარი ხო იმ ხელა სეზონში და 5000 მოიგე უცებ ერთ ტურნირში არის 5000 ლარი ბიჭო მე ჩანელი გიმყავს უმეტესი მადლობა მინდა გადაუხადო Betson Sports ეს კომპანია რო არა მე ასეთი გაბედული არ ვიქნებოდი ვახ ეს რა კაი მაიკამაცია და ესეთ სეზონებს ვერ დავიძახებდით ასე ვთქვათ რა. ასე გვინდა რომ მადლობა გადაუხადოთ Celsius, რომელიც ხარში გვიდგას უყურებელთა სეზონი და ეპიზოდია. და საერთოდ დიდი მადლობა იმ სპონსორებს და ადამიანებს, რომლებიც გვერდში უდგანან მაფიას როგორც პროექტს და G2G-ს როგორც YouTubers. სხვათა შორის სახში დავაყენე შიკის კონდიციონერი და აი ამ ხელა კონდიციონერი ჯერ არ მინდა ხო. მე Celsius-თან დავაყენე და ძალიან ისეთი სიცილიაზე მოგებული ვაუჩერი გამოვიყენე 2 წლის მერე. რომელიმე კომპანია მოგცემს ვაუჩერს 2 წლის მერე. არა. ეგ იუთუბერი რო ხარ იმით თვიანი ვაუჩერი გამოიყენე 2 თვის მერე. 4 თვის გასული, ანუ 4 წლის გასული ქონდა ვადა, მაგრამ იქ ნაცნობი. ხო და ეს Betson და Celsius-ი ისეთი კომპანიები არიან, რომ აი დიდი ხანია გვახსოვს და ჩვენთან არიან. კიდე სხვა სპონსორებსაც სურდათ რომ შემოგვერთებოდნენ, მაგრამ ვერ შემოგვიერთდნენ, იმიტომ რომ უცებ გავაკეთეთ ეს ტურნირიც, რაღაცა სწრაფად გავაკეთეთ, თუმცა შემდეგი სეზონის, რომელიც სექტემბრიდან დაიწყება, ყველას შეგეძლებათ რომ მიიღოთ მონაწილეობა და უდგეთ პროექტს, რომელიც გამომწერებთან ყველაზე ახლოს არის, რომელშიც გამომწერები იღებენ მონაწილეობას და ეს უდიდესი სიყვარული არის ბრენდსა და პროექტს შორის და გამომწერებს შორის. ყველაზე დიდი ბმა შეიძლება რომ ნახოთ თქვენმა კომპანიამ. ტურნირი ტარდებოდა Full Room Mafia-ში. უკვე 2 ფილიალი გვაქვს, ერთი არის დიდი ყვავში მილიონი მეფის 31-ში, მეორე არის გზანში მარატონზე 5 ნომერში. ეს დანი მაინც უფრო ისე თქვა რა, მაინც მისია. თავისი დიდი ხანია გადმოხვედით სამტრედიიდან. სამტრედიის ფილიალი თუ გაიხსნება, პირობავსებ რომ სამტრედის ფილიალი იქნება ყველაზე წარმატებული ფილიალი. და ასევე დავამატეთ online mafia იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ვერ ახერხებენ ფიზიკურად სივრცეში მოსვლას და არიან რეგიონებში, უცხოეთში, სამტრედიაში. მე უნდა ვთქვა ეს თემა რომ გავშალოთ რა. ჩვენ რამოდენიმე წლის წინ მქონდა ამაზე საუბარი, თამაშობდით ხოლმე ერთად Discord-ში, ჩვენ გამომწერებთან ერთად ქონდა პროექტი რომ ასეთი რაღაც უნდა გაკეთებულიყო და ახლა უკვე ჩვენ ერთ-ერთ სტუმართან ერთად, ჩვენ ერთ-ერთ მეგობართან ერთად შევქმნით ეს პლატფორმა online Mafia-G-სთან ინტეგრირებით, რომელშიც შეგიძლიათ ნებისმიერმა თქვენთაგანმა ისწავლოთ მაფიის თამაში, ითამაშოთ თქვენ მეგობრებთან ერთად, გაიცნოთ ახალი მოთამაშეები, ეს მოთამაშეები, რომლებიც იღებენ მონაწილეობას და უღრმესი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა ადამიანს, ვინც იყო ჩართული და განსაკუთრებით ჩირის მინდა გადაუხადო უღრმესი მადლობა და ნიკა გოგოლაძეს. ისეთი რთული თამაში იქნება, რომ აი მე პირველ ეპიზოდში მინდოდა რომ პატიოსნებს მოიგოთ. ეხლა რაც გინდა მოხდეს, უეჭველი ვიცი რომ უკეთესი თამაში იქნება. აი უეჭველი ვიცი რომ უკეთესი თამაში იქნება რა. და ის ეპიზოდი ყველას მოეწონა და წარმოგიდგენიათ ეს რა იქნება? მაგიდაზე ასეთი როგორც underdog-ი. ჩემი აზრით არავინ არ არის რა. მაფია მოგივა, კაი გუნდი ყავს,
იაკუძა იქნები, აი შოგუნი ყავს, დეტექტივი იქნები, აი მოქალაქეები ყავს. ამარა მაინც მგონია რომ მოქალაქეები იქნებიან უპირატესობაში. მე მგონია რომ ეს იქნება 7 არიან და აქ რო 7 ძლიერი მოქალაქეები. ანუ ყველა ძალიან ნახოთ. მთავარია რომ ვინმე მაგრად არ გაძვრა, ანუ აი ინდივიდუალური რაღაც სკილი თუ არ გააკეთა ვიღაცამ, იქნება თუ არა სურაობები, ეგეც. მთავარია რომ მოთამაშეები არ დაიძაბონ, ჩვენ ყველანაირად შევუწყობთ ხელს რომ რაც შეიძლება თავისუფლად ითამაშონ, ისე როგორც ფულ მაფიაში თამაშობენ ხოლმე და განახონ თუ რამდენად მაგარი მოთამაშეები არიან. ახლა სივრცეში ვართ, რომელიც გლდანში არის და სამსართულიანი სივრცეა და ბილიარდები, პლეისტეიშენები და ტენისის მაგიდები და რა ვიცი, კომპიუტერები ასე შემდეგ. არის საუკეთესო სივრცე გასართობად მეტროდან 2 წუთის სავალზე, ფეხის სავალზე, წრესთან არის ყველა მიცით ისედაც და შეგიძლიათ რომ მობრძანდეთ. დაუთმოთ ადგილი ჩვენს მონაწილეებს და მოვუსმინოთ როგორი შესანიშნავი პიროვნებები არიან, უფრო ახლოდან გაგაცნობთ მათ და ძალიან გთხოვთ რომ იყავით კეთილები ამ ადამიანების მიმართ, იმიტომ რომ არ არიან შეჩვეული კამერებს და რაც შეიძლება დადებით კომენტარები დაწერეთ აქაც და ვიდეოში განსაკუთრებით. გავამხნევოთ. გავუმოძოს კაი ხალხს დღეს პირველად ნერვიულობ ჩემი მოწინააღმდეგეების გამო. არ დროს არ მინერვიულია. აი მაფიას უცებ დავშოვ ხოლმე. აი ვიდეო თქვენ მაგარი ჩათლახი ხალხი ხართ. არ ხარ ჩათლახი? ეს რო ვიღაცაზე ჩათლახს იტყვის. არ ხარ ჩათლახი? ჩიფსებს რო არიგებ, დაგვირიგე ჩიფსებს არ სადაა? ერთი ყუთი შენ არ გაგატანე? არა, იტყვე. არა ვიცი, ხუი 20 ის რა. ვიღაც იქნება. ხუი 20. ჩვენ არ ყოფილი. და მე ჩემი ვერსია შიგნით. ოპა! ნელა, ჩვენთვის არ ბრატ. მაიცა. რეგა წაიღეს, თუ შეიძლება. აუ, როგორ? მაგარია ძალიან, მაგარი. ამა ლიჟმირამდე წამოვა. წინა თბილისის თასზე 11 თამაშიდან შევძელი და მე-11 თამაშზე გადავედი ნახევარფინალში რა. და მე ფინალში ვერ გადმოვედი. რატო? პეპე კაიტო. რატო ვერ ერთს ხახმა უნდა იცოდეს. რატო ვერ გადახვედი მინდა უთხრა. ხახმა უნდა იცოდეს, რატო ვერ ხარი მიდი, ჰა. მაგრამ მოკლედ მე და ეს ვიჭრით მაგის შენ შევდა. არა ბრატ. მე და ეს ვიჭრით ეს მაგიდაზე. ჩემი გუნდელი ძალიან დებილობას აკეთებდა, წითელი მოთამაშე იყო, მაგრამ ძალიან მაგარი მოთამაშეა და არ ველოდი ესე დებილობას. და ვეტყოდი რომ თამაშის მერე თუ დაამტკიცებ რომ შენი ეს თამაში წითელი თამაში იყო და სწორი თამაში იყო 50 კაციან სახინგლას ვიკისია. აგერ სუფრას დაპირდა ბოლოთა და კიდარჩა მე რა ამასაც გასულ ეგო დაპირება იყო სუფრისო და მაგიტომ ჩაიშალა თამაში და ვერ მოხვდი ფინალში. ხოჭ მოვხდით ჩვენ ფინალში. მოგესალმებით მეგობრებო, მე ირაკლი ვარ შიოში. არა, ჯერ მე შევჭამ. აქ ხალხმა თქვა რომ აი 2 გზის ფინალისტიო, მოგესალმებით, მე ვარ 3 გზის ფინალისტი ქართულ YouTube-ის მაფიაში. შენ ირაკლი? კი, მე ირაკლი მქვია, მე ვარ 3 გზის ფინალისტი მეგობრებო, 4 ვარ გადაცემაში ნამყოფი და აი ხა შევძელი რომ გამოსულიყავი ნახევარფინალიდან, საკმაოდ კარგი თამაშებიდან. რავი, მიხარი ამ ხალხთან ერთად თამაში, აი ბოლოთა ისე ჭამს, ეხლა რომ მეც მომინდა, უბრალოდ ჯერ ვიკავებ თავს, რომ მე რავი რაღაცა ისე არ იყოს. გაგაია. აი, კაი ხალხთან ერთად ვზივარ ინტერვიუზე, სასიამოვნოა დღევანდელი დღე, კაი თამაში მინდა რომ გამოვიდეს. აი, კოშკასთან ერთად ყოველთვის კაი გამოდის თამაში რა. ო არა. კი, აუცილებლად. არა, მე წინაზე ყიდულობს ასე ხარ? ყველა მითის რა ვინც ვარ, ხო? მიჭო. ვიხარ. 47000 ნახვა ექნება ამ ვიდეოს 2 დღეში. იმ 47000 ლუკა ვარ, ზედმეტ სახელად დამარქვეს. თემსი გამდამარქვა კოშკა, არ ვიცი. რატო? აჰა. რატო? რავი, არა თქვენი საქმე რატო. თქვენი საქმე რატო? მაგებს არ გეჭირ. ვარ რა, პროსტა რა, მე ვასებოდა სკელი ზაგრი რა. ხო გევასებოდა. აჰა, წელი ზაღის გამოდაგა თქვა. და შენ ჩიფსები მოიტანე შემდეგში. მოტანილი მაგ ვიჭო, რამდენჯერ მოვიტანე? იმან ანუ არ უჭამიაც მოუჩენ რა ვიცი. მეგობრებო, რატო გაგიჟდათ მაფიის თამაშის სურვილი? მიდი კოშკა დაიწყე. მე მეკითხები? აი, მეგობრებო თქო, თუ ჩემ მეგობარი ხარ? ხო. და შენ რატო დაიწყო მაფიის თამაში? და დეპრესია მქონდა და უსაქმურად ვიყავი სახლში. არა, უსაქმრად არ ვიყავი, დეპრესიაც არ მქონია, უბრალოდ მოვედი გავისწორე. რატომ გაისწორე? ან სხვა საქმე აქვს, ფეხბურთი არ თამაში. ფეხბურთს ვერ ვთამაშობ. ჯოკერი? და თამაშობდა, ჯოკერი არ მომწონს. ჯოკერი იოსი. რავი, მე ჯითუს უყურებდი რა. აი. სულ მევასებოდა ხოლმე YouTube-ზე და მე დავიწყე ერთად გადავწყვიტე. ძალიან კარგია ჯონისის არ უყურებდი. ან მია ხალიფას. ბიჭო, იდეაში ძალიან ბევრ ფინალზე მაქვს ეს ისტორია მოყოლი, რატომ მოვედი რა, კიდე მოვყვები რა, რომ ჯითუს უყურებდი რა, უბრალოდ და დამევასე თამაში და მოვედი რა. ჯითუ მიყვარს ძალიან, ხო? ჯითუ მიყვარს ძალიან, კი. ჯითუ ნატრისთვალი. რო რამე ბავშვი მოანადგილებ, ხა? შესაძლებელია, კი, აუცილებლად. უფას თამაშები გექნება. უფასო თამაში. ხალხი გავიცანით ხო ყველანი ერთმანეთი რა დავახლოვდით.
ჩაუბრატეთ, რავი, აგე ვასი. აკეთ იბადო, ჩვენ აკეთ ორი დაიკიდე. შენ რაში მჭირდები თქვენ დანებებული შავები ხართ კოლექციას. კვანცა მგონი ვიცი, დანებებული პირველი შავები ხართ მოხდა. გაჭიროთა და. მე არ მე შე ვიცი უკვე პირველი მოხდეთ. აჰა, არა უშავს, იქიდან ვიღაც თაზიკანი, კვარა დამხილავს, არა უშავს. კვარა და ხო. აქედან მოკითხვას გადავცემ იმას, რა ქვია. გოათ, ბესოს. ჩვენი ბესო. ბესო კუნელაური. ამ ხალხთან ერთად თამაში, მაგრამ დასწორებს მინდა გითხრათ რა. მაგარი ხალხია ძალიან. ერთი დიდი სიამოვნება არის ამასთან ერთად თამაში და ყველაზე დიდი სიამოვნება არის თამაში რომ მორჩება, აი ეს ყვირილი რო არის და ჩხუბი და კამათები და აი ეს რაღაცა მუხტია ხომე და ძალიან სასაცილოა ხომე, თან ძალიან ეშხიანი და მოკლედ მაგრამ ასწორებს ამ ხალხთან ერთად თამაში რა. აქ მოსვლის თუ გეშინიეთ მოთამაშეებოდ რა, ახალ იუთუბერები მის უყურებ. ვიღაცებს უყურებ, რა ქვია, შუგას მაგალითად. შუგას უყურებ. ლენკა თუ იუთუბერად ითვლება, ლენკასაც უყურებ. ხანდახან აღოც რა, ისე ნუ რეალურად არ უყურებ, გაიტოს და აქა და ვეუბნები რომ უყურებ. ანუ უყურებ კი რა. პირადად უყურებ რა, ის მომდიხარ ხედავ. პირადად კი უყურებ და. კიდე სხვა ჩაითვალა. მომენტი არავის არ უყურებს რა. ნუ შენ ჩიფსებზე ვიცი, შენს კი უყურებ ხანდახან. ჩიფსებზე ვიცი ხო და. უკვე ხო ხედავ ჩიფსი უნდა შენ ვის უყურებ ახლა? მე ძირთად იუთუბერებს ყველას უყურებ და მაგრამ რავი აი ბოლთას ისინი მომწონდა ხოლმე კონტენტი მაგრამ რავი არა კოშკამ როგორც თქვა ჩიფსები არ მოაქვს ჩვენთვის ეხლა და ჩვენს გვაჭამოს ერთხელ ჩიფსი და ისე კონტენტი ხეს გაჭ იუთუბერებს ბევრს უყურებ და ამასაც ლენკას უყურებ დაჩო კილოშენა მე უყურებ შუგას და ბენის და ორშაბათობას ჩაევები არა იყოს ორი შვილის мама მალე мама ჩაევები მეჯერ არა ხო და რაც შეეხება ახალ მოთამაშეებს ხო ვიღაცებმა თქვენს რომ უტყდებათ მოსვლაო და თუ გიტყდებათ ჩაიცვით ისე არა ჩაიცვით ხო ჩაიცვით და ისე შეგიძლიათ არ ჩაიცვათ და ისე სახლიდან ჩაუგზეთ ონლაინ მაფიას იქიდანაც ითამაშოთ გახტილებმა გახტილებმა ითამაშოთ ტრუსები და თავარია შევარდნაძეები მაინც ჩაიცვით მე კი არაფერი მაქსიმუმ შევარდნაძე ტიტლები მაინც გოგოები არიან და არ შემოხვიდეთ ისე ხო აი ზამაც აქვს ამას ისე არა მართლა კი შეეხება მართლა ახალ მოთამაშეებს, ანუ ეს ნაბიჯი ყო უნდა გადადგათ თუ ვინმე ყოფმანობ და არ მოდიხართ მაფიცა თამაშოს, იმიტომ რომ აქ მოსვლის შემდეგ ნამდვილად გაგიჩნდებათ იმის სურვილი, რომ კიდე მოხვიდეთ და რა თქმა უნდა პირველ რიგში წეღარაც ვახსენე, ერთი დიდი ოჯახია აქ და თუ მოხვალთ და ხშირად ირვით, ნამდვილად მეგობრებს გაიჩენთ და მობრძანდით, არ მოგერიდოთ არაფრის, ჩვენც ესე დავიწყეთ თამაში და ნელ-ნელა ვისწავლეთ, ხა ყველა მოერისწავლა, მაგრამ მაინც. მოგესალმებით მეგობრებო, მე დათო ჭიპაშვილი ვარ, იგივე ჭიპა და მე დავბრუნდი. ვანცა გოგოშვილი ყვარას მეუღლე მისი აქ მომყვანი მისი წარმატების გარედან ცქერავი და ეხლა მეც წარმოვდექი აქ თქვენთან წარმატებებს უსურვებ ჩვენს მოთამაშეებს მინდა რომ იყოს ძალიან კარგი თამაში და ეხლა გააცენ შენ თავი და მე წავა ის ბულინგი რადგან იყო გარეთ მოგესალმებათ ორგზის თბილისის თასის ფინალისტი მაგათ დღეს რა უნდა მე გიორგი ვარ ყვარა პირველ რიგში ძალიან მიხარია რომ ისე ვაკავ მოჩდი მით უმეტეს ამ საყვარელ ადამიანთან ერთად და ვისურვებდი რომ იყოს ძალიან ისეთი სასიამოვნო თქვენთვის პირველ რიგში მაყურებლებისთვის და ნუ თავისთავად ჩვენთვის რომ ამაზე კარგი მოგონებები აი რას ნიშნავს მაინც გამოცდილება კამერაზე მუშაობს პირდაპირ ძალიან ჩვენი გამომწერი და მომავალი ბლოგერი, იუთუბერი. და მე და შენ გამოვიწერეთ ბავშვი ერთი. შენ ძალიან აქტიური ხარ ახალგაზრდა. რა თქვენთვის კითხვები იქნება. მე დაბრუნდი მამიკო, გვიყურე. დავიწყებ მე, იმიტომ რომ შენი ორგიზის გამოცდილები არიან. ჯითუჯის უყურებდი YouTube-ში. ძალიან აქტიურად რა, ჩემი მეუღლე არ უყურებდა და აი ჯერ კიდე როდის იცი, აი მე მგონი აღარ მახსოვს, რაღაც საიტზე თამაშობდნენ ხოლმე, ონლაინში იყვნენ, ჯერ ფილიალიც არ ქონდა, გახდნენ იმ დროიდან უყურებდი YouTube-ზე და როგორც კი დაიდო საბურთალოს ფილიალი, გაიხსნა, მე მგონი მე-4, მე-5 დღეს ჩავეწერეთ პირველად. თუ სწორედ მახსოვს. ძალიან ნერვულობდი მაშინ და მახსოვს რომ მაშინ სერიული თამაშობდით. სერიული ამომივიდა და მოვიგე. ოღონდ წესები არ ვიცოდი კარგად.
მე და წითელი მოთამაშე დავრჩით ერთად ერთ-ერთზე და მე მეგონა რომ წავაგე და ლენკამ გილოცავ რომ მითხრა მეთქი ანუ მოვიგე პირველი ჩემი წარმატება იყო მაფიაში შავი კარტიდან და მოგინ დამებედა ნახოთ დღესაც ახლა ფინალში რო გავიდა ყველა იმას გულშემატკივრობდით რომ გვანცას ამოვიდეს დონი იმიტომ რომ გვანცა არის აი იმენა დონია არა რომ თამაშობს აი იდეალურად შეუძლია რომ დონით დახაზოს ისეთი ვერსიები რომ აი სასწავლო ვერსიები შეიძლება აჯობოს რა თქვენ რა სიტყვით მე პირველ რიგში ხო, რა თავისთავად გვანცამ გააჟღერა რომ მართლა ჩემთვის ძალიან უცხო იყო, ზოგადად იუთუბერებს ვადევნები თვალყურს და დავინახე გვანცსა რომ უყურებდა რაღაც G2-ს 12 კაცს რაღაც თამაშობენ, იდეაში გაგებული ქონდა და ვიცოდი ეგ თამაში და სამ მეგობრთან თამაშობ ხანა. იმდენად ჩართული იყო რომ სულ ის კი არა რაღაცა და იუმორით მეთქი რას უყურე. რატო უყურე. შემდეგ მე მახსოვს კიდე შეიძლება ეხა G2-ს რომ მოგიქოს კომენტარიც მაგ დაწერილი იმდენად ჩართული იყო გვანცამ და იმდენად სურვილი ქონდა თამაშის რომ მივიწერე კიდეც რომ იქნებ გამომწერებისთვის და მაყურებლებისთვის რაღაცა თამაში და რამოდენიმე ხანში ისა უკვე გაიხსნა ფილიალი და მე გვანცას გამოვყევი რა და დღეს მე ორგზის თავიდან ვაფშე მაფიას უყურებდი ჯერ კიდე იქიდან ონლაინში რო თამაშობდნენ ფორტოჭებში რო იყავით ყველანი და მაშინ მაქედან მოყოლებული უყურებდი მაფიას და მე უკვე ნელ-ნელა დავიწყე ბევრი ობიექტი მოვიარე და მე საბოლოოდ უკვე G2-ში რო გახსნა ფილიალი დავბინავდი აქ და იმის მერე არ წავსულ არასდროს იმიტომ რომ აქაურობა არის მართლა რომ აი მაფია ხო არის ცალკე, მაგრამ აი ცალკე პატარა ოჯახი ვით თვლიანი, აი ეს 12 კაცი ახლა ვინც აქ ვართ, კაკ მინიმუმ ყველანი ვართ პატარა ოჯახი. ხო, ანუ მე ქართულ YouTube-ში G2-ს გარდა ვუყურებ ოქტოპუსს, საეჭვოს, რა თქმა უნდა. და მე სოსოსაც ну, პრინციპში ვინც ტრენდშია უფრო ისინი რა. საჭოს უყურებ, თქვენ უყურებთ? ნუ ლოგიკურია, რასაც გვანსაუყურეს იმას მე ვუყურებ. შეიძლება ფამილიარობა ჩამომართ, მაგრამ მე G2-ს გამოწერია. მე ოქტოპუსი არის ჩემთვის გამორჩეული საყვარელი YouTube არხი, YouTube-ს ძალიან აქტიურად ვუყურებ. ბავშვობიდან ჯერ კიდე და ეპიზოდებში ცხო იყო. აი რამდენიმე ეპიზოდში მოვხვდი შემთხვევით. მასოვკაში ცხო იყო. ყველგან ვიყავი ვაფშე. არა, ეგ არა ვარ. და აი სიცილი რო გაიგეთ, ეგეც ოქტოპუსის იმაზე არის ხოლმე ეს ადამიანი. ამის სიცილი ყველა ბექსტეიჯში ისმის. და ასევე შუგას არხი გამოვიწერე. ბოდიში, ეხლა ხა ეგ უნდა მითქვა, ეხლა ხას გამოვიწერე შუგას არხი და ძალიან საინტერესოა და მინდა თქვენს გამოიწერო. ეგეც ვინ განახა? ეხლა გაიგო პირველად მეგობრებო არ დავიგე. რა მაიკლ ჯექსონზე აქვს საინტერესო ვიდეო ძალიან და მე გავყურე. შუგა გამოიწერე ძალიან საინტერესო კონტენტი. აი, მოკლედ ის შემიძლია ვთქვა, რომ პირველ რიგში აუცილებლად გაბედეთ და მოდით. სულ რო არ გქონდეთ იმის რაღაც აი ქალაქ გარეთ რო იყოთ ან სხვადასხვაგან რო იყოთ, G2-ჯიმ და ჩირიმ ჩვენო მეგობარმა უკვე მოგცა იმის საშუალება, რომ ონლაინ მაფია გაკეთდა. მან შებზანდით ითამაშეთ და მე პირობას გაძლევთ, რომ მან რო ითამაშებთ, აუცილებლად გექნებათ იმის სურვილი და იმის ჟინი, რომ ჩამოხვიდეთ თუნდაც თბილისში და მე ლაივში ჩვენთან ერთად ითამაშოთ, იმიტომ რომ მაფია ესეთი თამაში არის, რომ შანსი არ არის მაგის ადრენალინმა არ მიგიზიდოს და არ გინოდეს მე სულ მაფიის თამაში. არ უნდა იფიქროთ სიტყვაზე თქვა აი ახალი მოთამაშე ვარ, სხვებთან ვერ ვითამაშებ რაღაც, ანუ პირიქით რა, უნდა გაბედოთ, იმიტომ რომ პრაქტიკაა რა, იგივე სპორტია ჩათვალეთ, რაც მეტი პრაქტიკა გაქვს, მით უკეთ ფორმაში ჩადგები ნელ-ნელა. ნუ არის შეიძლება რაღაც მომენტები, რაღაც ვერ წავიდეს თამაშზე კარგად, მაგრამ აუცილებელია ბევრი პრაქტიკა, ბევრი თამაში და მე სკილები მოვადა. ასე კონკრეტული რჩევა თუ სიტყვაზე შავი კარტი იქნებით და ახალი მოთამაშე იქნებით, მოусმინათ წითელს რა სისუსტე აქვს მათ და იმ სისუსტეში დაარტყით, ეგ არის მეტი არაფერი რა. მაგრამ მე მაინც როგორც ორგზის ფინალისტი, მე მაინც ვერკვი, ეს ონლაინი მოგცემ საშუალებას, პირველი ტრამპლინი იქნება. ონლაინ რომ ნახავთ ცდით, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ თამაში საინტერესოა და გარდა იმისა, რომ თამაში აზარტული არის, აქ ამ წრეში ძალიან ბევრი, ძალიან თბილი, ძალიან საყვარელი, ძალიან კარგი ადამიანი არის. ასე რომ შემოგვიერთდით, არინანებთ ყოველ შემთხვევაში და არის გამოისურვო თქვენც აქ ისხდეთ. მოგესალმებით მეგობრებო. მოგესალმებით. მე ვარ ივა, მე ალექსი, ბატონი ალექსი და ბატონი აჩექს, ეგრეთ წოდებული აჩექს. ეწე. რა ვიცი, დავდივართ მაფიაში, თამაშობთ, ვერთობით, ხო? და მეტნაკლებად მეგობრობთ. მეტნაკლებად კი არა, მეტად. ვიდრე ნაკლებად და გააჩნია დღეს. ხო, კვირის. მე ვარ ორ დებიუტანტთან ერთად ახლა სტუდიაში და რა ვიცი, მე უფრო ვარ დებიუტანტი ვიდრე ხალხი ხარ. რატო?
რატო თქვენ ისეთი ხოდით მოხვედით, გონი მეუბრუნებელი ვიყო თქვენ ზემიდან. არა უშ. ორჯერ ვარ, მეორედ ვარ ორგზის ფინალში უკვე, ორგზის ფინალისტი, შიოს დავესესხები. და რავი, დიდი ის აღარაა უკვე ნერვიულობა. წნეხი მოგშორდა ხო ასეთ ეს. ჩვენ უფრო დიდი წნეხი გვაქვს ხო მომენტავზე. ხო, მაგრამ ნახევარფინალი იყო სასწაული რა, ნახევარფინალი იყო. ყველას დიდი წნეხი. აი წინაზე უფრო გამიმარტივდა ფინალში გასვლა, ვიდრე ახლა. განარა მე წინაზე უფრო გამიმართლა უბრალოდ. რა შეიცვალა და კარტები, როლები შეიცვალა, წინაზე სამივე როლი ამოვიღე და ახლაც, მაგრამ ახლა ორჯერ იაკუზა ამოვიღე და არც ერთი და არც მეორე ინფლუენსერობისთვის არ ვარ დაბადებული. კი ბატონო. მაგრამ ვეჩვევით ნელა ხო? შენ კიდე გააქვს ინფლუენსერის ტანი და მე არა მაქვს. ინფლუენსერად არიბადები, ინფლუენსერები ხდებიან. მე ხდებიან, ხო, კი ბატონო. მე ყოველთვის მინდოდა აი სკოლის პერიოდში რომ აი ესეთი არხი მქონოდა რომ აბიტურიენტებს დავხმარებოდი ფორმულებში. მე მათემატიკოსი ვარ პროფესიით და. და YouTube-დან დაეხმარებოდი? ხო, მე მაგალითად სახში რომ წერდი ამ განტოლებებს, ყოველთვის YouTube-დან მიხსენებდი ხოლმე ფორმულებს რა. YouTube-ში ნახულობდი იმ ფორმულებს, რაც მინდოდა და. ყოველთვის მინდოდა ეგ, მაგრამ დიდად რო გითხრა რომ გახსნილი ვიყავი მაგ ხრევ და ძალიან მე ალბათ უფრო მეტყობა კიდევაც და სახლის პირობებში კარგი საჭმელების რაღაცების მომზადების. ხო, ნეკნები ბარბიკიუში, იმაში, соуსებში, ასე შემდეგ, აი ამას გავაკეთებდი რა. და დაგპატიჟებდით აი ფორმულის და თქვენი კონტენტი რო შეგვახსენოთ. ჩემი კონტენტი უფრო საგანმანათლებლო იქნებოდა. ჟესტიკულაციების ხო? ჟესტიკულაცია არა მარტო ჟესტიკულაციას. რავი, ალბათ ეგეთ რაღაც გავაკეთებდი. აი 10 რო გავყოთ 2-ზე, როგორ აჩვენებით ხელით? 10 გავყოთ 2-ზე. იო მოდი გვესაუბრება ჩემს ზედმეტ სახელზე. მოგეთ ჩემი ზედმეტ სახელი არის ჩაკი. ჩაკი რატო ქვია ეხლა ამ ადამიანს რა? Angry Bird, აი ეს რო დაჯდება ხოლმე, ისეთ გაბრაზებულ სახეს მიიღებს, თვითონ არის მეტრა 40 რამდენი ხარ? ქალბატონი ლუდას საზომით მეტრა 73. მარა იქცევა მეტრა 90-ი. გამიგე მაგიდასა რო დაჯდება და დაიბღვირება და აი ესე გიზის იმასავე, ტარიელ მკლავაძესავე და დავარქვი Angry Bird-ში. ყვითელი ესეთ სამკუთხედი რო არის, ხო იცი? ჩაკი ქვია მაგას რა. საერთო სურათიც გვაქვს. რო მოჭიბავ და ჩუ. რო ანგრევს. აი, არგუმენტებსაც მასე ისმის. რო გვარავს. იო, არგუმენტებსაც მასე ისმის, არა? არა, ხო და ძლიერია, გამიგე? და Angry Bird-ის ჩაკი არის ჩვენი ალექსა რა. კი ბატონო. მოვიკითხავ ახალგაზრდა ემბრიონ YouTubers ლევან კობახიძეს ეგრეთ წოდებულ კობახას ის კობახიძე ხო გამიგი ეს რა არის მიშავდები აი ამით მიშავდები გამიგე ვისაც არ გევასებათ რომ ეს უკეთია გამოუკან გამოიწერეთ ისე იმის არხი აი საჭმელი შავია ხო კი კაცო მაფიის პროექტს უყურებდი სანამ კორპორატიულ თამაშს დავიწყებდით რა რამოდენიმე ხელს უყურე რომ წესები გამიგო და შემდგომ ვითამაშეთ კორპორატიულად სამსახურში და მე მივხვდი რომ არ არის დავხურე უკვე ეს კორპორატიული მაფია და წავედი ფულრუმში მაგრამ ამ ფულრუმში ისეთი რაღაცები მოხდა რომ აი ისეთი შეგრძნება რო გსშება რომ არ არის თამაში შენი რა არ გამოგდის თავიდან კიდე ხო ძალიან რთული იყო თავიდან შეგვერო ხო არა მე რაღაც პაუზა მქონდა და მე ისე დავბრუნდი როგორ დავბრუნდი კი ხედავ ეს თამაში რეალურად ხო არ იხურება როგორც ბილიარდი არის ყოველი ხელი სხვადასხვა არის ზუსტად იგივე არის რა და თუნდაც ჭადრაკი ჭადრაკს გავს რა მე როგორ ეხა ეზოში ვიყავი ხო რაღაც სამსახურის მერე და ჩემი ძმაკაცი რომელიც ეხა აქ დადის კიკა მივესალმები მითხრა რომ ბიჭო ამას როგორ არ უყურებო რა აი მე ჩალიჩა რომ უყურე და უყურე ნუ ერთი კვირა მეჩალიჩებოდა და ბოლოს ავდექი და უყურე. რო უყურე ჩავყევი ყველა ეპიზოდს და ყველა შევხედე და. ხო. და მე მევეუბნები წამბარე მივიდეთ რა იმაში მაყურებინებ და მოვსინჯოთ. მივედით ფულრუმში, პირველ ხელშივე მომივიდა იაკუზა და პირველივე ფულრუმ მაფიაში მივედით და მომივიდა იაკუზა და პირველივე ხელში მოგება გავწურე. ვა და გამისწორდა მეთქი ვა კაი რაღაცაა ფანტაშორის ჩემი პირველი ხელიც მოგებით დასრულა დონის კარტიდან და მაგრამ ძალიან დიდი мотиваცია მოსცა ჩემი პირველი ხელიც მოგებით დასრულა მაგრამ მე ყურებით არ დამიწყე მე დავიწყე თამაშით და მე გავიგე რომ ესეთი პროექტი ქონდა G2-ს რომ
აი მაფია, ოღონდ ქალაქური, რა მე დავიწყე სპორტულის თამაშიც და კორონას პერიოდში და აი მე ჩაწერები რო იყო ონლაინ რო წერდნენ, მე ვნახე. და აი გამისწორდა რა, თურმე სხვა ვერსიებიც ქონია იმას რა ქვია. მაფიას და აუ ისი მე ჩაუჯექი და ჩაუჯექი მე. ფოჯინების თეატრში ხარ მე მახსოვს ივას პირველი თამაში. შავი იყო ჭიპასთან და გვანცასთან ერთად. აუჩი. ამ ჭიპას და გვანცას ისეთი ჟესტიკულაციები აქვს, რომ ჭიპას ანიშნებს გვანცა რომ თუო გადამოწდიო შავო და გაიხსენი შერიფადო და ეს ახალმოსული რო ვერ იგებს რა ჟესტიკულირებენ ესენი და ამ გვანცამ ყურადღება არ დამშესო ეს ივაო და ეს შემომიტრიალდა და შენო და მე მგონია რომ მეც რაღაც როლი მაქვს. და დაავალო რაღაც უნდა ვქნა, გამიგე? აი ესე დაჭიქი რა. ჩაითენთეო რა. просто თქვი ხოლმე პასო, მეტი არ გემშვიდობები მეგობრებო, შემდეგ 3 ეულს წარმატება და შემდეგ 12 ეულს კიდევ უფრო დიდი წარმატება. იმედია კარგად გავაცანით ხო ჩვენი თავი. ხალხს. მოგესალმებით, ჩვენი ჯერიც მოვიდა. ბიჭო, აქ ჩვენამდე ვინც ისხნენ თქვენს რომ ორგზის ფინალისტები მოგესალმებითო და ჩვენ ორგზის ხო ვართ ფინალისტები, მაგრამ ტიტულის დაცვას შევუდგეთ რა დღეს. მაშია თეატრზე აფიაჯზე ლიდერბორდში რო შეხვიდეთ, ტოპ 5 მოთამაშეა. ტოპ 5-ში ვინც ვართ, ეგენი ვართ აქ რა. და აღარ ვთამაშობდი რაღაც პერიოდი შემოგვიყვანა. თუმცა აუბრუნდება დიდას პარეს. დაუბრუნდები. ჩემო დაქალმა მომიყვანა, საერთოდ არც ვუყურებდი, არ ვიცოდი არაფერი. თქვენი დაქალი ეს წინა ფინალისტი იყო. მართა, დიახ, შიომრომ გამწარა, აი იცოდო. აი თუ გახსოვთ წინა ტურნირზე 10 ნომერზე რომ იჯდა აი ეგ შემოაბზრიალე შავად შერიფის კარტი ამოვიღე პირველ თამაში. ძალიან ნერვიულობდი, მაგრამ ეხა როგორ გაიარე ნახევარფინალი ეგეც მოგვიყევი ბარემ და ჩვენს არ მეგონა სხვათა შორის თუ გავიდოდი. ანუ ისეთ მაგიდაზე ვიჯექი, აი პირდაპირ ის მაგიდა რო ჩაგვესვა, კარგი იქნება. ფინალის მაგიდა იყო. მაგიდა იყო. მე უყურებდი, მე სხვა ნახევარფინალში მოხვდი. მე და გვანცა გავედით იქით პირველი მეორეზე და თქვენ გახვედით პირველი მეორეზე, მეორე ნახევარფინალზე. პირველზე შენ გახვედი. ორივე პირველზე გახვედით? ო. შეგრძნებებს რაც შეეხება მეორეც ვიღებთ ფინალში მონაწილეობას, შეგრძნება არის ისეთი რომ თამაში გამოვიდეს ყურებადი, პირველ რიგში მაყურებელს მოეწონოს. შენიშვნები გავითვალისწინეთ. ხო? ბატონო მაგის. შენიშვნები გავითვალისწინოთ კი ასე თუ ისე და თავარი გამოვიდეს კარგი თამაში, შოუ იყოს. და გაიმარჯვოს ნამდვილად ისეთმა მოთამაშეებმა, რომელიც კარგად ითამაშებენ და არგუმენტირებულად გაიმარჯვონ და არა ისე რა ემოციურად. მე ამის მომხრე ვიქნები პირველ რიგში. ვის მოიკითხავდი? ყველა ღირსეულს ვის მოვიკითხავდი რა თქმა უნდა. მე მოვიკითხავდი ტრენერს, სენსეის, ზურიას მოვიკითხავდი, რომელიც აქ უნდა იჯდეს. შემდეგში იმედია იჯდება. მაფიის თამაში მიყვარდა რა ბავშვობიდან უყურებდი. დადიოდა. მაფია თამაშობდი ბავშვობიდან. ძალიან დიდი ხანი თითქოს უყურებ რა ზოგადად YouTube-ზე ვადევნებდი ხოლმე თვალს და აი ონლაინში რო დაიწყეს კორონას დროს თამაშები იქიდან მოყოლებული მაინტერესებდა წესები, მაგრამ წესები კარგად ვერ გავეცანი და მე უკვე YouTube-ზე YouTuber-ებმა რო დაიწყეს თამაში უფრო კარგად გავეცანი, იმიტომ რომ ყველა ეპიზოდს უყურე რა და მახსოვს ერთხელ ფინალი იყო მეორე სეზონის თუ არ ვწდები ზამთარში თუ გახსოვს 20,000 მაყურებელი უყურებდა ლაივში და იმ თამაშს უყურებ თელმა ოჯახმა. არავინ არ იცოდა წესები, აი მე და ლუკა ვიყავით ერთად და იქ გადავწყვეტეთ რომ როგორც კი გაიხსნებოდა, მე მგონი მაშინ დაანონსდა. ოქტომბერში იყო მე რგავს. ხო, ნუ დაანონსდა რომ გახსნიდნენ უკვე ფილიალს და იქნებოდა ეს გამოწერები და ყველა ითამაშებდა და ერთ-ერთ თამაშზე გადავწყვეტეთ რომ წავსულიყავით რა და გვეთამაშა და ლუკას ინიციატივა იყო ორ თამაშს ჩავეწერეთ ლენკას ვიწერე. შენ მოგიყვანი. და მივედი და პირველივე როლი დეტექტივი ამომივიდა. და პირველივე შავი გადამოწივა და უკვე მივხვდი რომ ხო თან ჩემი დაბადების დღეზე მივედი, წარმოიდგინე. მეორე თამაში ძალიან კაი იყო და მინდოდა შავი კარტი, რა თავიდანვე მეყვარდა შავი კარტი მინდოდა რომ მომხდე. 15 თამაში არ მომივიდა. ხო რა 12 თუ 15 თამაში არ მომდიოდა. და როცა მომივიდა მაინდა-მაინც პირველივეზე შემომოწვა დეტექტივი. მე გავიხსენი რაღაცები ქენი რა არაფერი. ეხი აიდი. ხო, და გამიშვეს რა, ნუცუბიძეზე ავიდით ფეხი, მე გადმოვედით დიღომში. და რავი, კვირაში ალბათ 4-5 დღე მაინც ვთამაშობდით ყოველ დღე რა. ეს იყო ჩვენი ჰობი. ხო და მოკლედ მეგობრებო, ვინც არიან ისეთ მოთამაშეები, რომელსაც ვერ ბედავენ მოსვლას რა, თამაშს რაღაცა ხელი არ შეუშალო, როგორ ვითამაშებ, აიმე მარტო როგორ წავიდე და ასე შემდეგ რა. ეგენი მოიხსენით ყველაფერი, მოვბრძანდით. დაგხვდებათ მინიმუმ ამ 12 თეულიდან ან 5 ადამიანი, რომელსაც სახელები მაინც გეცოდინებათ და ყველანი ამოგიდგებიან გვერდში, ითამაშებთ. გაერთობით, მეგობრებს გაიჩენთ ახალს
თქვენ მეგობრებს მოიყვანთ კიდე და რა ვიცი, ხობად იქცევა ეს თამაში თქვენთვის რა. ასე რომ ერთი დიდი ოჯახია, მაფია და ობრძანდით, გამოსცადეთ. ეს დავოჭერეთ. ეს ჩამის. ხა, ვინც პირველად მოხვალთ, ვინც ნერვიულობთ, მეც ეგრე ვიყავი რა, საერთოდ არაფერი არ ვიცოდი და აი ამ გამოცდილ მოთამაშეებთან დავჯექი და ისევ ნერვიულობდი, შერფის კარტი ამოვიღე და პირველივე შავი გადამოწმება დავდე. ოღონდ როგორ წითელს ეძახდა მთელი ქალაქი და მე მაინც შავი მეგონა. რატომ მეგონა შავი მაგას არ ვიტყვი. სახეზე არ დამევასა. რაში მიმად. რაში მიმად კი რა გამოვიყენე. უნივერსიტეტში ვსწავლობ მე დიპლომატიაზე. ხო და იქ რო დაждდები, შავს ვიყიდი, წითელს ვიყიდი, ხელს დაადებინე და აი რა გამოცდილებას გაძლევს ლაპარაკის უნარს. სხვათა შორის საჯაროდ საუბრის დიდი სურვილები არ მქონდა თავიდან და მაფია რო ვისწავლე, იქ ბევრჯერ მომიწია აი ვიდეოში წინაშე. და მე ნენლა თავდაჯერებას მოგიმატებთ. საუბრის უნარს დაგიხვეწავთ რა. ლოგიკურ აზროვნებაზეც კარგია. სხვათა შორის რამდენი მოჭადრაკე დადის, რამდენი თამაშობს, აკურებული ვარ. მოაზროვნეები კიდე. მოაზროვნეებიც, ხო. განსაკუთრებით ბევრი რაოდენობა ვნახე მოჭადრაკეებს და მეც ვიზიარებ ამ ფობს. მე გირჩევთ რომ განავითაროთ ეს ლოგიკური აზროვნების უნარი და კარგი თამაში ამისთვის. საყვარელი იუთუბერები ვინები არიან? თქვენი საყვარელი იუთუბერები? სხვათა შორის ოქტობუსს მე ლეპტოპში ვწერი როგორც ოქტობუსი, წერდი სწორედ. რატო? და მაგაზე მე გადავებოდი. არ ვიცი, აი ესე წერდი. ოქტობუსს წერდი. შენი საყვარელი იუთუბერები ვინ არიან? და ვის ერთად ითამაშებდი? ყალასთან ვითამაშებდი, სასემო თამაში იქნებოდა. იარა და პრინციპში ნებისმიერთან ვითამაშებდი. აი შერეული მაგიდა იქნებოდა ძალიან საინტერესო თუ დაწერ თუ რაცები. პრო მაგიდა და ის რო იყოს ცნობილი იუთუბერები ერთად. აი მე ძალიან მინდა ბასტოსთან ეს აგრესიული და ბასტოსთან კარგად თამაშობს, სხვათა შორის გვაქვს ნათამაშები, ხო? გვაქვს სამნიჯერზე და კარგი თამაში იქნება. ლაშასთანაც? ლაშასთანაც. ლაშას სხვა შორის აი იახსენა. და ჯანდაბას კოპალად ჩავსვათ რაღაცა და იცის რა რაღაცა გაიგება და იყოს ითამაშოს, ვათამაშოთ. ლუკა, შენ ამ ბოლო დროს მოუმატე ფულდრუ მაფიაში დიღომში თითქმის ყოველდღე იქ ხარ და რა არის ისეთი რა, ყოველდღე გიბიძგებს რომ მიხვი და იქ. ჩემთვის პირადად მე გეტყვი ჩემსაც ჯერ. ჩემთვის პირადად ის არის რომ ისეთი ადამიანები არიან რომელიც ჩემ გეუბნებაში იჭდებიან იმ ხრივ რომ სპორტი უყვართ, მაფია უყვართ და არიან მეგობრულები და ერთი ოჯახია რა. ანუ გარემო. ხო, გარემო რა თქმა უნდა. წვადი? წვადი არა, ნეკნელი. ხო, ბიჭო, ფულდრუ მაფიაში თან მარტო მაფიის თამაში არ არის რა. იქ სპორტს უყურებთ, ვათენებთ, დაბადების დღეები, ერთ-ერთ ივენტზე თუ არ ვწდები, რამდენი ადამიანი იყო? 50-ია, 50 დღე ყოველდღე რა. ო მაფიით არ შემოიფარგლება ჩვენი აქტივობები, დამატებით გვაქვს რა გახსნეს. მე და სხვა შორის მე და ჯითუ ორგანიზებას უწევთ რომ ფეხბურთი ვითამაშოთ ყოველ შაბათ-კვირას და ვთამაშობთ ხოლმე ოღონდ მარტო მაფიის მოთამაშეები, ვინც მაფიაზე დადიან და ბოლოს რო ვითამაშეთ, დაახლოებით 5 გუნდი ვიყავით, 7 კაციანი. 30 და 35 ადამიანამდე ვიყავით, თამაშობდით 3 საათი ვითამაშეთ რა. ზოგადად ერთი დიდი ოჯახი ვართ რა, სულ ორ სათამაშოდ არ მოვიდა, ისედაც მოვდივარ ხოლმე ვუყურებ. ან სხვადასხვა რაღაცებსაც თამაშობთ, აი მაგალითად მეუბანა. მარი, ძალიან ბევრს ვიცი. თქვენი ფავორიტი მოთამაშე რომელია და რატო კოპალა? ალბათ იმიტომ რომ ჩემი შეყვარებულია. ეს არის კოპალა ხო. ეს ჩამიწყეს და ფინალში ანუ დღეს 5000 ლარი თქვენ რომ მოიგოთ, მაინც კოპალას არ მიდის? არა, ოჯახში რჩება. მაინც კოპალა იგებს. რეინვესტიცია იქნება ისევ G2G-ს YouTube არხზე. ცეცხლი დაიხევა თავიდან. დაალაიქეთ და კომენტარეთ, რაღაც გააზიარეთ. გამოიწერეთ. მობრძანდით ფულრუმში და ონლაინ ახსენე ონლაინ. შაბათს იქნება ეპიზოდი. ექი მივარ მარტო შაბათს იქნება ეპიზოდი. გეუბნები, ხო და წარმატებებს გისურვებთ. წარმატებები, ყველას წარმატებები. წარმატებებს გისურვებთ, იმედია რომ ჩემ გუნდში იქნებით ორივე წითლებში. მე მინდა სანახაობრივი ფინალი. ხო, მე სანახაობრივი, ანუ პრიზი იმდენად არავის არ აინტერესებს, მე დარწმუნებული ვარ, ყველა მოთამაშე შეთანხმებულია რომ იმაზე რომ იყოს საინტერესო თამაში, დაძაბული თამაში რაც თავარია და მე ვისურვებდი რომ საფინალო წრე იყოს. დიახ. საფინალო წრეზე გადაწყდეს ბედი მთელი თამაშიც რა. ნახვამდის აბა და ისიამოვნებ იმედია შაბათ დღეს.